ტანგერის აფეთქებას გადარჩენილი 4 ქართველი მეზღვაური ოჯახებს დაუბრუნდა. მეზღვაურები დღეს საღამოს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდნენ. თურქული ტანკერი ადრიატიკის ზღვაში 16 იანვარს ჩაიძირა. ჩაძირვამდე კი ტანკერზე აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად 2 ქართველი მეზღვაური დაიღუპა. რას იხსენებენ გადარჩენილი მეზღვაურები? ზაირა ლომოძე ესაუბრა დღეს მათ. ზაირა, გისმენთ. 16 იანვარს მომხდა უბედურ შემთხვევას დღეს სამშობლოში დაბრუნებული ქართველი მეზღვაურები კიდევ ერთხელ იხსენებენ და ამბობენ, რომ ყველაფერი წუთებში მოხდა. მეზღვაურთა ნაწილი ძლიერი აფეთქების ხმამ გააღვიძა, ნაწილი კი ამ დროს უკვე სამუშაო ადგილას იმყოფებოდა. ეკიპაჟის წევრებმა გემი რამდენიმე წუთში დატოვეს და თურქული ტანკერი ზღვაში მალევე ჩაიძირა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღეს გადარჩენილ მეზღვაურებს ოჯახის წევრები და მეგობრები დახვდნენ. მეზღვაურები დღეს მომხდარ ფაქტს იხსენებენ, თუმცა აფეთქების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. კობა ფარტენაძე, ავთო ბასილაძე, იოსებ ქათამაძე და ვლადიმერ ვარშანიძე. ეს ის მეზღვაურები არიან, რომლებიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. ადრიატიკის ზღვაში აფეთქების შედეგად ჩაძირული თურქული ტანკერის ეკიპაჟის წევრები ბათუმში დღის ბოლოს დაბრუნდნენ. ისინი 16 იანვარს მომხდარ ისტორიას იხსენებენ და ამბობენ, რომ მეზღვაურთა ნაწილს აფეთქების დროს ეძინა. ყველაფერი კი წუთებში მოხდა. ეკიპაჟის წევრებმა კაიუტები განგაშის გამოცხადების შემდეგ რამდენიმე წუთში დატოვეს და სამაშველო ნავებში გადასხდნენ. ნეტში ვიყავით. ქვეყანაში ხო და ბენზინი ჩავიტანეთ. იქა დავცალეთ, გავედით და რეიდზე გავჩერდით. ხო და მიდიოდა იქა მუშაობა პატარა რაღაცები და ნუ ახლა მე მატორისტი ვარ და მუშაობდი იქა. სამანქანა განყოფილებაში და უცებ გაისვა აფეთქების ხმა. არაფერი არ ვიცი და აფეთქების ხმა გამოვარდით და იძირება გენი. შუაში გატეხილი იყო გენი რა, უცებ ითლა ძალიან დიდი ხმა ჰქონდა და რა ვიცი და ну ისე რომ თავს უშველი. სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრები აფეთქების კონკრეტულ მიზეზებზე ვერ საუბრობენ. იხსენებენ, რომ 2 ქართველი მეზღვაური და აზერბაიჯანელი გემის კაპიტანი, რომლებიც შემთხვევის ადგილას დაიღუპნენ, იმ დროს მუშაობდნენ. მას შემდეგ მათ შესახებ არაფერი გაუგიათ. გემი ალბანეთში პორტ დურესთან ახლოს რეიდზე იდგა. მეზღვაურები ამბობენ, რომ მათი გადარჩენა სწორედ ამ ფაქტორს უკავშირდება, რადგან ხმელეთზე მათი გადასვლა მალევე მოხერხდა. აფეთქების შემდეგ კი თურქული ტანკერი ზღვაში რამდენიმე წუთში ჩაიძირა. ყველა იკრიბებოდა იქანა და პაჟარი და სიგნალიზაცია იყო და სოსის მიცემა იყო, რომ ესე გემი იწვის და ძალიან დიდი ხანძარიაო და შემდეგ დავიწყეთ შუბკის ჩაშვება, ჩაუშვით და გადავჯექით შუბლაზე და წავედით რა ბერეკოთ 30 მეტრის მოშორებით და 15 წუთში გემი ჩაიძირა. შემდეგ მოვიდა იქ ბერეკიდან დახმარება და კატარში გადავჯექით და წავედით, ასე გადავჭით. აფეთქება დაგვეუპა 2 ქართველი, 1 აზერი. ამის შემდეგ გადავჭით 12 კაცი, გადმოვიდით გემიდან და 10 წუთში კი გაიძირა რა. თქვენ სად იყავით მაგ დროს? მეძინა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სამშობლოში დაბრუნებულ მეზღვაურებს ოჯახის წევრები დახვდნენ. მშობლები იხსენებენ, რომ ტანკერის ჩაძირვის შესახებ პირველი ინფორმაცია ტელევიზიით გაიგეს. კომპანიის წარმომადგენლების დახმარებით ეკიპაჟის გადარჩენილ ქართველ წევრებთან დაკავშირება მალევე გახდა შესაძლებელი. ხედავთ რომ შვილი დამეუნდა სახში ზღალი და მე იმ გარდაცვალ ოჯახს უსამძიმებლად მეტი ამეთქმის და მერტმა ყველასაც ილოს და მეტი არ მოხდა არასდროს რა. თურქული ტანკერი ადრიატიკის ზღვაში 16 იანვარს ჩაიძირა. შემთხვევის დროს ბორტზე სულ 14 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან 6 საქართველოს, 3 თურქეთის, 3 აზერბაიჯანის, 2 კი უკრაინის მოქალაქე იყო. შემთხვევის შედეგად 2 ქართველი მეზღვაური დაიღუპა. აფეთქების გამომწვევ კონკრეტულ მიზეზებზე ჯერჯერობით არც მეზღვაურები და არც კომპანიის წარმომადგენლები არ საუბრობენ. რაც შეეხება გარდაცვლილ მეზღვაურს ბექა ურუშაძეს მას სამშობლოში რამდენიმე დღეში გადმოასვენებენ. კიდევ ერთ ქართველს კი ბოცმან მალხაზ ლასიშვილს ამ დრომდე ეძებენ.